ეროვნული ცნობიერების, მართლმადიდებლური ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების, მემარჯვენე, დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად შეაერთონ საკუთარი ძალისხმევა, ენერგია, ნება და ქართულ საზოგადოებას, ისევე როგორც მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინოს საქართველოს ისტორიულ-მასშტაბიანი ამოცანების შესახებ მოსაზრებები და გზები ამ ამოცანების გადაჭრის შესახებ. ჩვენ გარკვეული ხნის წინ დავიწყეთ ეს პროცესი და შესაბამისად, როდესაც გამოცხადდა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, ვისარგებლეთ ამ შემთხვევით, რათა ეს ძალისხმევა კიდევ უფრო მაღალ რანგში ყოფილიყო აყვანილი, კიდევ უფრო მეტი ტრიბუნა, უფრო მაღალი ტრიბუნა მოგცემოდა, უფრო მეტად ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესების შესახებ გვესაუბრა. დღეს, როდესაც პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის პროცესში არც ერთი მაღალი ტრიბუნიდან, არც ერთი პოლიტიკური ცენტრიდან არ ისმის საქართველოს ისტორიულ-მასშტაბიანი ამოცანების შესახებ და საუბრობთ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების გვერდის ავლით ისეთ თემებზე, რომელიც არ შედის პრეზიდენტის გადასაწყვეტ საკითხებში. რა თქმა უნდა, ეს თემები ყველას გვაღელვებს წყალი, გაზი, ტარიფი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თემები, რომლებიც არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, პრაქტიკულად ამ თემებზე აპელირება ნიშნავს იმას, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკური ნების პარალიზაცია, შესწომაში შევიყვანოთ საზოგადოება სახელმწიფოებრივი მშენებლობის ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა ხედელობაში მშენებლობის გზაზე და გარკვეულწილად კიდევ ერთხელ გაგრძელდეს ის პრაქტიკა, როდესაც პიროვნებებს ვირჩევთ ამა თუ იმ კონკრეტული მიზეზით და არა დაუშვათ პრინციპებისა და პლატფორმის შესაბამისად. სწორედ ამ სიცარიელის ამოვსება გვინდა ჩვენ და შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას წარუდგინოთ ის ძირითადი ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად განვახორციელოთ ქმედებები ერთიანი ეროვნული ცენტრის შექმნისათვის, რომელიც ამ ამოცანების შესრულებას მოემსახურება. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება იქნა მიყრობილი ყველა შესაძლო კანდიდატთან მიმართებაში, იქნა განხორციელებული გაეგზავნა მათ ჩვენი პრინციპების ძირითადი ჩამონათვალის შესახებ წერილი. თითოეულ მათგან შევთავაზეთ, რომ ჩვენ მზათა ვართ, სახალხო პარტიამ შესთავაზა, რომ ჩვენ მზათა ვართ იმისათვის, რომ თვალი დავხუჭოთ, დაუშვათ მიმდინარე შესწომებზე, გადასწომებზე, სტუნებებზე, სისუსტეებზე, ასე ვთქვათ, ყოფით ქმედებების მინუსებზე, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავხუჭავთ თვალს პოლიტიკურ დანაშაულებებზე და ამ პრინციპებიდან გამომდინარე მზად ვიყავით, რომ ჩვენი ძალისხმევა შეგვემართა სწორედ ამა თუ იმ ამ ძირითადი ღირებულებებზე დაფუძნებული, პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის თუ პოლიტიკური პიროვნების მიმართულებით. სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეთი აქტიური გამოხმაურება ვერ მივიღეთ და აქედან გამომდინარე ჩვენ დავსვით საკითხი, რომ თვითონვე ჩვენი ძალებით გაგვეკეთებინა ამ თემების აქტუალიზაცია და ამ ცენტრის შექმნაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიგვეღო. და შესაბამისად ეს უმძიმესი მისია წარმოადგენდეს ერის ისტორიულ მასშტაბიან ამოცანებს საქართველოში, ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია. ჩვენ დავაკისრეთ ბატონ თემურ მჟავიას, ძალიან ბევრი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი ჩაერთო ამ პროცესში და გარკვეულწილად მიგვაჩნია, რომ თემურ მჟავიას მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობის და უდიდესი ნების მქონე პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. მან აიღო თავის თავზე უდიდესი მისია, ერთის მხრივ შეკრება გაუკეთოს ქართულ ეროვნულ ძალებს და მეორეს მხრივ გამოხატავდეს ერის დღევანდელ უმთავრეს სადგილას. ჩვენ ღია და საჯაროდ იმ ჯგუფის სახელით, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, მადლობას უცხადებთ ბატონ თემურს და იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც
სხვა პოლიტიკოსები, პიროვნებები შემოუერთდება ამ უდიდეს საქმეს, ჩვენ მზათა ვართ თანამშრომლობისათვის ყველასთან და მუდმივად კარი ღია გვაქვს მათთან საურთიერთობოდ. რატომ თემურ მჟავიას კანდიდატურა, რა თქმა უნდა, ლოგიკური შეკითხვა ისმევა. იმიტომ რომ დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე უმთავრესი ამოცანა დგას ოკუპირებული ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქციის განხორციელება. თემურ მჟავია გახლავთ სოხუმის მკვიდრი. თემურ მჟავია გახლავთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი. თემურ მჟავია გახლავთ საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წარმომადგენელი. თემურ მჟავია გახლავთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოს დევნილებაში, რა თქმა უნდა, წარმომადგენელი. თავის დროზე იყო მისი ღირსეული თავმჯდომარე, დღეს არის ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ამ პარლამენტში. იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის რამდენადაც მას შეეძლო, იცავდა ქართველთა ინტერესებს ამ მიმართულებით და არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რათა ქვეყანაში შემდგარიყო ქართული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სწორედ ეროვნულ ფასეულობებს. სწორედ ამ პასუხისმგებლობით შეგრძნებით ბატონმა თემურმა იკისრა ეს ძალიან მძიმე მისია და შესაბამისად ჩვენი მხრიდან მას ექნება მაქსიმალური თანადგობა იმისათვის, რომ ეს საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანა იქნეს განხორციელებული. მე მინდა ბატონ თემურს ვთხოვო იმ ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ, რომელიც გახდა ჩვენი გაერთიანების საფუძველი მოგწონს. მივესალმები ტელემაყურებელ საზოგადოებას და პირველ ყოვლისა მე მინდა განმაცხადო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის იმ შემოთავაზების არ შეწუდომა, რაც დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან. მე მას და მინდა დავარწმუნო საზოგადოება, აუდიტორია იმაში, რომ მე მას მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში გავაცნობიერო და ვისარგებლო მინდა შემთხვევით და ბატონო მამუკა თქვენ და ჩვენს კოლეგებს მადლობა მინდა უთხრა ესოდენ დიდი ნდობისათვის, ნდობა, რომელიც ალბათ უნდა გარდაისახოს უდიდეს პასუხისმგებლობაში, თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მოგვიხდება სწორედ ჩვენი იდეების მიტანა საზოგადოებამდე. ახლა რაც შეეხება იმ ძირითად იდეებს, რომელიც იმ ფასეულობათა მოაზრებულია იმ ფასეულობათა წრეში, რომელიც მარადიულს წარმოადგენს ჩვენთვის და მე შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ესე იგი ერთი მთლიანი მძივის თვლები, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. უპირველეს ყოვლისა ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველოს წარმოადგენს ერთიან სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ერთიანი ქრისტიანული იდეოლოგია, იგი არის სეკულარული სახელმწიფო, იგი არის სახელმწიფო იმ უდიდესი პასუხისმგებლობით, რომელიც წარსდგება საკუთარი მოქალაქეების წინაშე და ელის იგივე პასუხისმგებლობით საკუთარი მოქალაქეებისაგან, ასე ვთქვათ, იმ მოვალეობათა აღსრულებას, რომელიც ესოდენ საჭიროა სახელმწიფოსათვის. ჩვენ ვაღიარებთ განსაკუთრებულ ადგილს ერთიან ქართულ სახელმწიფოში აფხაზეთისა და იმ როლსა და ადგილს, რომელიც გააჩნია ამ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი ქვეყნის ერთადერთ ეროვნულ უმცირესობას აფხაზს. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ქართულ ეროვნულ მოძრაობას გააჩნია ტრადიცია, ჩვენ გაგვაჩნდა დიალოგი აფხაზი ერის წარმომადგენლებთან და ამ დიალოგის ფაკუთხედი იყო ის მოყვასისეული დამოკიდებულება მათ მიმართ, რომელიც ჟღერდებოდა მათთან უშუალო ურთიერთობებში ან იმ დოკუმენტებში, რომელიც იქმნებოდა წლების მანძილზე. ჩვენ აუცილებლად უნდა და ვაღიარებთ და ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთს როგორც შეზღუდულ თუნდაც შეზღუდული სახელმწიფოებრივ ერთეულს საქართველოს ერთიან ტერიტორიულ სივრცეში. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ და მხოლოდ, ესე იგი, ცხინვალის რეგიონს, როგორც საქართველოს
ერთ-ერთ მხარეს, სადაც ცხოვრობს ოსი ხალხი და რომლის უფლება აუცილებლად და იმ სტანდარტების მიხედვით იქნება დაცული, რომელიც სტანდარტებითაც სარგებლობს მსოფლიო დღეს და რომელიც გავრცობილი იქნება საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროში და რომელშიც ჩართული იქნება ოსი ხალხი. ჩვენ ვაღიარებთ ქართული მიწის ხელშეუხებლობას იმ ასპექტებში, რომელი ასპექტებითაც იგი ხელშეხებულია დღეს თუ შეიძლება ესე ითქვას. ვინაიდან მიწა წარმოადგენს და ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფოს ძირითად შემადგენელს, ამიტომ იგი შესაბამისად უნდა იქნეს სამართლებრივად დაცული და ამიტომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ იგი ჩვენთვის ეს საკმაოდ საინტერესო თემაა და თემა, რომელიც საჭიროებს ჩვენგან ალბათ მეტ ყურადღებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი ადგილი სახელმწიფოში და ის უფლება მოვალეობითი ურთიერთობები, რომელიც გააჩნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, ისევე როგორც გააჩნია სახელმწიფოს საკუთარი მოვალეობები საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ საკითხებს წარმოადგენთ ალბათ იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც სტანდარტებითაც ყალიბდება ურთიერთობების სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დემოკრატიული პრინციპებით. არის მრავალი სხვა საკითხები, რომელთაც ჩვენ წარმოადგენთ შემდგომში უკვე იმ პროცესში, რომელსაც საარჩევნო, ასე ვთქვათ, ეს მარათონი ქვია, ალბათ იქნება მთელი რიგი საკითხების გაშლა. ჩვენ გაგვაჩნია იმ საკითხების, წარმოდგენილი საკითხების, ასე ვთქვათ, რეალიზების ჩვენეული ხედვა და ამაზე ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა საუბარი, როდესაც შესაბამისი ასე ვთქვათ, გარემოება შეგვექმნება და რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ოლივე იმას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. რატომ აი ჩვენთვის დღეს და ჩემი მეგობრებისათვის დეოკუპაციის თემა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილისათვის ეს პრიმატი უმთავრესი თემაა, ვინაიდან შეუძლებელია სახელმწიფომ გადაჭრას ის მიმდინარე საკითხები, რომელსაც ყურადღება მახვილდება ბოლო პერიოდში, თუ კი არ იქნა გადაჭრილი ის ძირითადი, საიდანაც მოდის მომდევნო საკითხები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ, ჩვენ ეს დამოკიდებულება, რასაც გავაჟღერებთ აი ამ პროცესში, ეს დამოკიდებულება ყოველთვის ჟღერდებოდა ხოლმე დაწყებული ეროვნული მოძრაობის აქტივიზაციის პროცესიდან, მაშინ როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ეს იდეოლოგია არ შეცვლილა და რა თქმა უნდა თემისადმი მიდგომებიც არ შეცვლილა. იხვეწება ბუნებრივია საკითხისადმი დამოკიდებულება, ალბათ ღრმავდება უფრო ტაქტიკური საკითხები, ხოლო სტრატეგია იგივე რჩება და ამდენად ჩვენ ერთგული ვარ და ჩვენ იმ მემკვიდრეობით ხაზში ვიმყოფებით, რომელიც მემკვიდრეობის ხაზით შეიქმნა, ასე ვთქვათ, აწლეულების მანძილზე. თუნდაც იმ დადგენილებებით, რომელი დადგენილებებით მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტში 90-იანი წლების შუა პერიოდში და რომლის იმპლემენტირებას ახორციელებდა და მის აქტუალიზაციას ახორციელებდა სახალხო პარტიის ფრაქცია, რომელსაც სათავეში ბატონი მამუკა ედგა. ეს არის ორი მნიშვნელოვანი დადგენილება, ეს მიღებული 1996 წლის 17 აპრილსა და 1997 წლის 3 აპრილს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დადგენილებები და სწორედ აი ამ დადგენილებების არა მხოლოდ სულისკვეთებას ვიზიარებთ, არამედ იმ პოსტულატურ ნაწილსაც, რომელიც ჩადებულია ამ დადგენილებებში. კერძოდ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს 5 სუბიექტი. ამ 5 სუბიექტთაგან ჩამოვთვლით თითოეულ მათგანს, ეს არის არა 4, როგორც დღეს არის. და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის აფხაზეთის ქართული საზოგადოების წარმომადგენლობა, ეს არის აფხაზეთის აფხაზური ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლობა, ეს არის
საქართველო, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ადგილი ამ კონფლიქტს და აფხაზეთი, ეს არის რუსეთი და საქართველო, რუსეთი როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე და ეს არის შუამავალი გაერო. სწორედ ამ ფორმატში უნდა წარიმართოს ასე ვთქვათ დინამიკა აი ამ კონფლიქტის დარეგულირებისა და ჩვენ პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს და პრინციპულად მოვითხოვთ ყველასაგან იქნეს აღიარებული ჩვენი ქართული აფხაზეთის ქართული საზოგადოებრიობა კომპლექტის ასე ვთქვათ დარეგულირების სუბიექტად და მის წინაპირობები არსებობს ამასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული ნება აქტიური მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის მომავლის განსაზღვრაში მას აქვს მისი მორალურ ზნეობრივი ისევე როგორც სამართლებრივი ასე ვთქვათ უფლება განახორციელოს მსგავსი ქმედება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ჩვენ არანაირ კონფედერაციული სახელმწიფოებრივი მოწყობის იდეას მხარს არ უჭერთ, უფრო მეტიც ჩვენ აქტიურად შევეწინააღმდეგებით ამ იდეას, უფრო მეტიც ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ფედერალური სახელმწიფოებრივი მოწყობისა. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ამ პოზიციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობთ მასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევაში და მის ასე ვთქვათ განხორციელებაში. არის სხვადასხვა საკითხები, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ საკითხებს ჩვენ წარმოვაჩენთ და წარმოვადგენთ უფრო სიღრმისეულად თვით აი ამ საარჩევნო მარათონის პროცესში და ალბათ იქნება გარკვეული გამოხმაურება. აქ ბატონმა მამუკამ ახსენა და ესეც ჩვენი პრინციპული პოზიცია, ჩვენ მზათა ვართ მივიღოთ და ვითანამშრომლოთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც აღიარებს ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ამ ძირითად ფასეულობებს და მზათა ვართ მათთან ერთად ვიძალისხმევოთ იმისათვის, რათა დამკვიდრდეს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში როგორც პრიორიტეტი ის ფასეულობები, რომელზედაც ჩვენ საუბარი ქონდა აი ამ საკითხთან მიმართებაში. ეს არის ძირითადი ის ჩვენი მოსაზრებები, რომლითაც აი ამ პირველ ეტაპზე გვინდა წავდგეთ საზოგადოების წინაშე და მე მაქვს იმედი, რომ საზოგადოება მოეხმაურება ამ ინიციატივას, გამოეხმაურება იმ ჩვენს მიდგომებს, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ ასე ვთქვათ დისკუსიაში, რომელიც დისკუსიაც თან ახლავს ხოლმე ასეთი სახის ღონისძიებებს. აი ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მზათა ვართ ჩვენი პრინციპების დაცვისათვის, ისევე როგორც მზათა ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ძალასთან, ვითანამშრომლოთ საზოგადოების ფართოფენებთან, იმისათვის, რათა მივახციოთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან მიზანს, რაც მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაში და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენად, ესე იგი სრულყოფილ სახელმწიფოდ. და არ უნდა დავავიწყებინოთ ერთსაც და მოყვარესას, რომ ამ წუთებში, როცა ჩვენ ამ პრესკონფერენციას ვატარებთ, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპაციის ქვეშ და ქართველთა ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება ოკუპანტთა უღლის ქვეშ. სწორედ ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთობლივად გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ის, რომ ჩვენი თანამოძმე არის ოკუპანტთა უღლის ქვეშ. ეს ჩვენ ისტორიიდან ვიცით, მაგრამ დღეს რომ რეალურად ამ გარემოში ცხოვრობთ, ეს უნდა გახდეს ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.